ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ შეხვდა, მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. ბანკის პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა მზადყოფა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდეს დაფინანსება ქვეყნის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში. ასევე შეხვედრა გაიმართა ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან. გამოითქვა მზაობა ბანკის მხრიდან, რომ გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს და სურვილი იმისა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო ნაწილში, ასევე კერძო პროექტებთან მიმართებაში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს კერძო სექტორთან ერთად. აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს, დაახლოებით 5.1 მილიარდი $5 პორტფელი აქვს საქართველოში ინვესტირებული და ამ მიმართულებით ბანკის სამომავლო გეგმები ძალიან ამბიციურია. დიდი პატივია საქართველოს დელეგაციის მასპინძლობა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58 წლიურ შეხვედრაზე. კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან მიმეღო უახლესი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი პარტნიორობა უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის და მოიცავს ეროვნული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. ახლა ხდება ამ თანამშრომლობის დივერსიფიცირება სხვადასხვა მიმართულებით, რათა დაკმაყოფილდეს ქვეყნის ახალი საჭიროებები.